მოგესალმებით, შემდეგი პოდკასტი, რომელშიც საუბრობთ ხოლმე მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი არის გასვლითი. ვართ ძაღლების სასტუმროში და ბაღში, კიცინში და ჩვენთან ერთად არის ნინო ჩლაიძე, რომელიც არის უფლებადამცველი ცხოველების და ამასთან ერთად თანადამფუძნებელი აი ამ სივრცის, კიცინის ასევე. მოგესალმები, ნინო, მიხარია რომ აქ ვართ, იმიტომ რომ პირველად ძალიან მიხარია რომ გმასპინძლობთ კი და თან ვიცი რომ ახალი გახსნილები ხართ. ერთი თვე არ არის ჯერ რაც გავიხსენე. ხო, რაც თუმცა იმიტომ რომ მე უკვე ბევრმა მითხრა ამ ადგილზე, რაც იმას ნიშნავს რომ მეტნაკლებად პოპულარობით უკვე სარგებლობთ, ხო? და მოკლედ ძალიან მიხარია რომ აქ ვარ, იმიტომ რომ პირველად ვარ და ძალიან საყვარელი ადგილია. განსაკუთრებით სუგოები მომწონს, რომელიც ალბათ სავარაუდო ეტაპობრივად კადრში შემოვიდა. ხო, ეხლა ცოტა ცხელა შუადღეა სიესტას დრო გვაქვს ეხლა მეტნაკლებად ისვენებენ ძაღლები, მაგრამ აუცილებლად რაღაც მომენტში შემოგვიერთდებიან. კი ბატონო. სულ მინდოდა მოკლედ რომ ჩვენ პოდკასტში აგვიღო ესეთი თემა, როგორც არის შინაური ცხოველები, ძაღლები, მათ შორის კატებიც და აი ეს ურთიერთობები, ხო? იმიტომ რომ ჩვენამ ჩაწერას დავიწყებდით, კაცს მიღაც ვისაუბრეთ იმაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს ესმოდეს, როგორი კომუნიკაცია უნდა ქონდეს თავის შინაურ ცხოველთან, იმიტომ რომ ეს სინამდვილეში გადამწყვეტი ფაქტორია, ხო? და ბუში, ბოდიში. არა უშ. ბუშ, მოდი ჩემთან. აი ეს გაქცევას ხო არ აპირებს? ვაიმე. ბუში, მოდი ჩემთან, მოდი. გაქცევა შოუშენგიდან. ნახე, ყველა ერთად გარბის. ბუში, მოდი აქ. მოდი ჩემი ბიჭი. ბუშიმ გაგვიფუჭა კარი. ვა. ეს უნდა შევიყვანო. მე მაინტერესებს ორი სიტყვით რომ შევეხოთ თვითონ შინაური ცხოველების მოშინაურების ისტორიას, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ იყო რაღაც ესეთი კვლევა, რომელზეც წავიკითხე, Next-ში სტატიაც ჰქონდა ამაზე, რომ დაახლოებით 16000 წელია უძველესი ნაშთი, რაც აღმოაჩინეს ძაღლის მოშინაურებულის რა და აი ეს გარდასვლაზე თუ შეგვიძლია რაღაც ვთქვათ, იმიტომ რომ ვიცით რომ გლისგან მოხდა, ხო ეს მოშინაურება და აი როგორ ხდებოდა ეს თქვენი აზრით? იცით რა, არა ვარ მეცნიერი და ასე ალბათ ზუსტ და ამომწურავ პასუხს მე ამაზე ვერ გაგცემთ. თუმცა ძაღლი ადამიანმა მოიშინაურა, მისი წინაპარი იყო გარეული ცხოველი, მეტწილი მგელი. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, ვისაც ძაღლთან აქვს შეხება. რომ რა ცხოველთან გვაქვს საქმე. რომ ძაღლს ადამიანთან საერთო არაფერი აქვს საერთოდ და ევოლუციურად არ არის გასული იმდენი დრო, და შესაბამისად მას მგლისგან აქვს დღემდე ძალიან ბევრი. ეს ეხება ყველა ჯიშს. ანუ წარმოიდგინეთ, აი სულ პატარა მინიატურული ჯიში რომ წავიღოთ, სადაც უნდა ცოტა კომიკურათაც ეჩვენებათ ხოლმე პატრონებს, რომ ეუბნები, რომ კი, თქვენი ცხოველი არის ხროვის ცხოველი, მას მისი შორეული წინაპრისგან ეს თვისება ძალიან კარგად აქვს შესიზღორცებული და გამჯდარი და რომ მას ზუსტად ისეთი მოპყრობა სჭირდება დაახლოებით როგორც ეს ხდება გლების ან გნებავ ძაღლების ხროვაში. აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ადამიანმა იცოდეს რასთან, რა ტიპის ცხოველთან აქვს საქმე. და რა თქმა უნდა, პლუს აქ შემოდის ის რომ ადამიანი ეცადა ძაღლის მოშინაურებას. ამაზე დახარჯა თავის დროზე აი დრო, ენერგია, რესურსი და მიხვდა, რომ ის შეიძლება სათავისოდ, ასე ვთქვათ, გამოეყენებინა. თუ არ ვწდები, სავსებით საპირისპიროა კატების შემთხვევაში, იმიტომ რომ კატა ისეთი ტიპია, რომ თვითონ გადაწყვიტა, რომ ამისგან რამე სარგებელი მექნებაო და თვითონ მიეკედლა ასე. კატა აბსოლუტურად სხვა წყობის ცხოველია. და ძაღლი არის აბსოლუტურად სხვა წყობის ცხოველი, რომელსაც სჭირდება მკაცრი იერარქიული საფეხურები ადამიანთან ურთიერთობაში. ხო, იმიტომ რომ მე თვითონაც ჩემი გამოცდილებით რაც მაგ თემაზე შემიძლია ვთქვა, რომ იყო პერიოდი, რომ სამ კატასთან ერთად ცხოვრობდი და შემდეგ ძაღლთან და ახლაც ძაღლი მყავს და საერთოდ ძალიან განსხვავებული რაღაცა არის მართლა კატებთან. კატას თავის სივრცე აქვს და შეიძლება პირიქით შეწუხება დაღიქვას, რომ იქ მიხვიდე რაღაც და მე ასე ვიცი, რომ კატა გონია, რომ თქვენ ცხოვრობთ მასთან. და არა ის ზოგი პატრონი მასაც ყვება, რომ კატა აღვიძებს სანდი რომ წავიდეო რა და ვაჟე პატრონს რომ მოაქვს საკვები აღიქვას იმანინადიაც. სხვათა შორის მე მგონი მან კატის უფლებებს ვარღვევთ, როდესაც რაღაცა ერთ სივრცეში ვკეტავთ, იმიტომ რომ
მე მინახავს ჩემი მეგობრის კატები აგარაკზე, ღამე როგორ ნადირობენ, ანუ მათში ეს ნადირობის ინსტინქტი ძალიან კარგად მუშაობს და არიან ბედნიერები, როდესაც ღია სივრცეში თვითონ შეუძლიათ რაიმე საკვების მონადირება და როგორც წესი მოაქმერე და მოგიგდებს რა შესაწყალო. რო კვდები მშიერი, ჭამე. აი ძაღლებთან მართლა ხო კიდე უფრო სხვანაირია, იმიტომ რომ ძაღლებს როგორც თქვი, ანუ რაღაცა უკან უძველესი ნამარხი რაც არის აღმოჩენილი, აი რომ 16000 მარგო მოდი ჩემთან, მოდი ჩემი გოგო. ნერვიულობს. მოდი ჩემთან გადაგიგდო ეგ ბურთიდან. მოდი ჩემო სიცოცხლე. მოდი, გაჭირ. ძალიან საყვარელია. ხო და ნუ აი ესე იგი გამოდის რომ ადამიანს მინიმუმ 16000 წელი აქვს უკვე რაც ძაღლთან კომუნიკაცია და მაშინდელ დროს რო შეხვედრით ხა უდიდესი გავლენა ექნებოდა ძაღლს, იმიტომ რომ ფუნქციური უდიდესი მნიშვნელობები ექნებოდა, იმიტომ რომ ერთად იკვებებოდნენ და ამ კვლევებში რასაც ვნახულობთ ჩვენ არის ნამარხები სადაც ნაჩვენებია რომ ძაღლები არა მარტო სიტყვა ადამიანებთან ცხოვრობდნენ, საკვებსაც კი ერთ და იგივეს ჭამდნენ, ანუ ადამიანებთან და ერთად იმარხებოდნენ, ანუ ერთად მარხავდნენ, როგორც ჩანს პატრონი უყდებოდა ამ ძაღლის, მე შემდეგ ძაღლთან ერთად მარხავდნენ რა და ანუ ან პირიქით ხროვად ცხოვრობდნენ. ანუ ერთ ხროვაში ცხოვრობდნენ, აი რაზეც ლაპარაკობდით, ხო? ანუ ერთ ხროვად ცხოვრობდნენ. ხო. და რა თქმა უნდა, ძაღლს ჰქონდა იმ თავითვე დაცვის ფუნქცია და ნადირობის ფუნქცია. შემდეგ უკვე შემოვიდა გააცილებით უფრო გვიან ძაღლის ფუნქცია როგორც კომპანიონის. მარგო მოდი ჩემთან. მარგოს შიგნით შესვლა. მარგოს უნდა შიგნით და შიგნით ეხა გვაქვს ფრანგების სიესტა. ფრანგებს ზინავთ. ფრანგული ბულდოგები არ შეიძლება დიდხანს იყვნენ სიცხეში და მზეში და მარგო ერთი წუთი ბოდიში ხო არა უშავს. მოდი ჩემთან. მიდი. ეხლა ჩვენ რო აი ეს ჩაწერა რო არ მიმდინარეობდეს, ეხლა ვიქნებოდი მთლიანად მოცული ძაღლებით, მათი გართობით და ნაწილი ჩემი თანამშრომელი შეიყვანდა და აძინებდა და დანარჩენები ვინც თქვა ენერგიულად არიან, ისინი დაიღლებოდნენ, მაგრამ ნუ ესე ძალიან სასარგებლო პოდკასტია. ხო, აი დღევანდელ იმას რომ შევეხოთ, მოკლედ დღევანდელ რეალობას რაც ხდება. ხო, დღეს არის რომ როგორც თქვენ ამბობდით რომ შეიცვალა სიტუაცია იმ მხრივ რომ ადამიანის ფუნქციაც სხვა არის უკვე რა ფუნქციონირება. ანუ აღარ არის რაღაცა მონადირე ადამიანი იმ გაგებით როგორიც მონადირე შემგროვებელი და შესაბამისად ძაღლების გადაეწყვა მე ჩდება უამრავი სხვადასხვა გამოყვანილი როგორც ეძახიან ხოლმე. ხო და აი გარდასulis პერიოდზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ანუ აი როგორ ხდებოდა ეს დაახლოებით თუ შეგვიძლია მაგაზე ვთქვათ და ალბათ ფუნქციის მიხედვით და საჭიროების მიხედვით მოხდა უკვე ძაღლის გადაწყობა, ასე ვთქვათ, იმ ეპოქაზე, იმ დროებაზე და იმ საჭიროებაზე, რაც იდგა იმ წუთში. დაყოფა ხდება რეალურად, იმიტომ რომ უამრავი სხვადასხვა ესე ვთქვათ ხარეები აქვს ხოლმე დღევანდელ ჯიშებს როგორც ამბობენ, იმიტომ რომ ზოგი არის მონადირე, ზოგი პირიქით, ზოგს უბრალოდ სახში უნდა რომ იწვეს. ხო, ნუ ამ დეკორატიული ჯიშები შემოვიდა, რა თქმა უნდა, მონადირეები დარჩათ. კი. ჩემი დიდი იმედია, რომ ოდესმე ისინიც თავის ფუნქციის შესაბამისად აღარ იარსებებენ, იმიტომ რომ ნადირობის მიმართ. ხო. ცოტა მწყრავად ვარ განწყობილი. ნუ რა თქმა უნდა დარაჯი დარჩა, თუმცა ძალიან ბევრი ახალი ფუნქცია შეიძინა ძაღლმა. მაგალითად, ეს არის სერვის დოგები. აჰა. რომელიც ახლა ადრე არ არსებობს, რომელიც ეხმარებიან უსინათლო ადამიანებს, რომლებიც ეხლა არის კანესთერაპია ძალიან კარგად გავრცელებული. სხვადასხვა ქვეყანაში ეს არის ძაღლი, რომელიც მუშაობს ბავშვებთან და არაჩვეულებრივი შედეგებია. და უკვე მიხვდა ანუ საზოგადო ადამიანი მიხვდა რომ ვთქვათ ძაღლს სხვა ბევრი ფუნქცია სასარგებლო შეიძლება ჰქონდეს და ანუ აი ამ საჭიროებების მიხედვით იცვლება ესენიც. თუმცა ახლა ვიცით რომ ძალიან ბევრი ძაღლი ერთმანეთთან აი კოკა პუ გაჩნდა ხო კოკერი და პუდელი შეაჯვერეს ლაბრადუდლები, გოლდენ დუდლები, სხვაჯერი შესანიშნავი ძაღლები არიან ესენი და ნუ აი ადამიანი მოიშინაურა თავის დროზე და ახლაც აბრთავებს როგორც უნდა ძაღლებს. თუმცა მე როგორც ვიცი, თლად მარტივი ამბავი არ არის, როდესაც სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს აჯვარებ, იმიტომ რომ ამ დროს შეიძლება გაიზარდოს ალბათ, ეხა აი ზუსტად არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ალბათ ძალიან, ხო და ეს არ ვიცი რის ხარჯზე მოხდა და ცოტა მიჭირს ამაზე ფიქრი, სანამ ბჭყალებში დასვეს ზუსტად ის
რაც უნდათ. ხო. და რა თქმა უნდა, ალბათ პირველმა ამ ექსპერიმენტებმა არ ამგონია რომ ეგრევე წარმატებით ჩაიარა და სავარაუდოდ ქიმიური პროცესებიც იყო. დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნებოდა და საერთოდ აი ეს ადამიანს ახასიათებს აი ეს რაღაცა ცოტა სათავისოდ ყველაფრის მორგება და ამაზე რო დავიწყოთ ფიქრი ალბათ ძალიან სევდიანი ხო, ადამიანის ბუნების ნაწილია, მაგრამ თვითონ შიგნით ბუნებაში ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს. ჯერჯერობით არ გადასულა რომ თავის გენეტიკის შესვლაზე გადავიდეს ბოლომდე, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონია რომ ბოლოს ადამიანი მაგამდე გადავარ თავის შესვლასაც დაიწყოს. ეს ხო ჭრილშია? კი, ჭრილშია, მეტნაკლებად. ჩვენ ვიცით რომ საქართველოს, რავი, ჭყალებში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, მე მგონი, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობით, ხო? ნუ ევროპას თუ შევადარებთ, თითქმის დასავლეთ ევროპაში თითქმის არ გვხვდება ეგეთ შემთხვევაში, რომ მე ყოფილვარ სხვა ქვეყანაში და მიუსაფარ ძაღლს ფიზიკურად ქუჩაში ვერ შეხვდები რა. სხვადასხვა თურქეთში ვიყავი რამდენიმე წელს და იქ ძალიან ბევრი იყო, კიდევ უფრო ბევრი. მოვლილია ყველა. მოვლილი იყო და სუქნები და ყველგან ძაღლის საჭმელი იყო. და თან და ნუ მაგრამ მაინც კატების სამფლობელოა სტამბოლი, თუმცა ძაღლებიც ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. და აი ჩვენ შემთხვევაში როდესაც დადიხარ ქუჩაში, ხედავ უამრავ ისეთ ძაღლს, რომელსაც ეთყობა რომ მოვლილიც არ არის, ზოგს საკვებიც აკლია და ასე შემდეგ. ნუ იქ ბუნებრივია რომ უმეტესობა არასწორადაც იკვებება, იმიტომ რომ სახლში რომ მყავს ძაღლი, მიუხედავად თავის ეგრეთ წოდებული კორმისა, მაინც პრობლემაა, ხო? რეალურად, იმიტომ რომ რაღაცა ყურია ჭამო და მაგანაც გაუღიზიანებს ხა. ძაღლი რომ ქუჩაშია და ვინას გადაუგდებს имаზე რომ იკვებება, იგი ცალკე პრობლემაა და აი ეს პრობლემა როგორ რატო გაჩნდა ჩვენთან? აი მაგაზე მინდა რომ ვისაუბროთ რა. ზუსტად იმიტომ რომ ადამიანმა რაზეც თავი დამთქვი, საერთოდ არ იცის რა არის ძაღლი. ამასავალი წერტილი მგონია უპასუხისმგებლო ადამიანი, უპასუხისმგებლო პატრონი, რომელმაც თავის დროზე ვერ გაიაზრა რას შეეჭიდა, როდესაც აყავდა ძაღლი და მე ძალიან მარტივად მოიშორა. ეხლა მოდით ვთქვათ ასე. დღეს ბევრად უფრო მეტ ადამიანს ყავს ძაღლი. ადრე ასე არ იყო, ხო? და ნუ შესაბამისად ახლა 90-იანებში უჭირდა ადამიანს თვითონაც ვერ აი ესე ნელ-ნელა ეხლა ძალიან ბევრ ადამიანს ყავს ძაღლი და თითქოს ნუ უფრო ცხოველთ მოყვარე გახდა ქართველი ადამიანი. უცნაურობა ისაა, რომ რაც მეტმა ადამიანმა აიყვანა ძაღლი სახლში, თითქოს პირდაპირ პროპორციულად გაიზარდა მიუსაფარი ქუჩის ძაღლების რაოდენობა და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ამ ხალხმა ისე აიყვანა ეს ძაღლები, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რასთან აქვთ საქმე, ხო? ხო. ზოგმა ვერ მოუარა იქ ბეწვიცვივა, შარდავს, ავეჯი დაღრღნა ლეკმა, კბილი გაგყრა, ანუ არ იციან როგორ უნდა მოექცენ ძაღლს, როგორ ასწავლონ, როგორ ისწავლონ ძაღლთან სწორი თანაცხოვრება. შედეგად გამოაგდო გარეთ. ეს ერთი. მეორე, კასტრაცია სტერილიზაციის აუცილებლად გასააქტიურებელი პროგრამა არა მხოლოდ მიუსაფრებში, არამედ იმ ძაღლებში, რომლებიც სახლში ყავს. არაფრით არ შეიძლება ისე უკონტროლოთ ვაჯვაროთ ძაღლები, როგორც ეს დღეს ხდება, ხო? რომ Facebook-ზე ვხედავთ სტატუსს, რომ ჩემი ბიჭი ეძებს საცოლეს, ჩემი გოგო ეძებს ქმარს და ნუ რაღაცა მარაზმია ეს ყველაფერი რა. 300-400 ლარად ხელმისაწვდომია ჯიშიანი ძაღლი და ისევ იქამდე მივდივართ. უი რა საყვარელი ლეკვია, ყიდულობენ ამ ლეკს შეყვარებულისთვის საჩუქრად, ბავშვისთვის ნაძვის ქვეშ დასადება და წარმოდგენა არ აქვს რასთან აქვს საქმე. ანუ ეს ყველაფერი არის უპასუხისმგებლობის და ადამიანის უცოდინრობის ბრალი, ის სურათი, სავალალო სურათი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. და ახლა შევიდა ძალაში შინაური ცხოველების შესახებ კანონი, სადაც წესით და რიგით ეს გაწერილია, რომ სავალდებულო ხდება შინაური ცხოველების გასტერილება და ადამიანს უფლება აქვს შეაჯვაროს თავის ცხოველი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირდება როგორც მონაშენე. ხა აქ რა ხდება? ანუ თქვენი ჯიშიანი ძაღლი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სტანდარტს. როგორც გარეგნულად ჯიშის მახასიათებელი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, წუნის გარეშე, ასევე ძაღლის გენეტიკა უნდა იყოს სწორი, კარგი, არ უნდა იყოს აგრესიის კოდი მაღალი, არ უნდა ჰქონდეს გენეტიკური დაავადებები და ამ შემთხვევაში თქვენ რეგისტრირდებით როგორც მონაშენე, გaqავთ ძაღლი გამოფენაზე, ის იღებს, ანუ იქ ფასდება, რომ ეს ძაღლი იმსახურებს, ასე ვთქვათ, შთამომავლობას და მოეძებნება მისი შესაბამისი, ვთქვათ, წყვილი და ამ შემთხვევაში, როგორც მონაშენე,
თქვენ უკვე გაქვთ უფლება რომ შეაჯვაროთ თქვენი ცხოველი, მაგრამ ეს ცხოველი უნდა ღირდეს ძვირი. და არავითარ შემთხვევაში მოგონი მონაშენეს არ უნდა კონდეს უფლება რომ დაუჩიპავი ძაღლი გავიდეს მისი საშენიდან. ну აი ეს რაღაცა ელემენტარული რაღაცეები თუ დავიცავით და კანონმა თუ მოახერხა ამისი კანონის მიღება ერთია და აღსრულება მეორე. ანუ ჩვენ სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ ზრუნვა მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის ჰუმანური მართვის სტრუქტურა, ვთქვათ, აქედან უნდა დაიწყოს და ამის აღსრულება და არა იმით, როგორც დაიწყო სურსათის უვნებლობის სააგენტომ, რომ დაერია მიუსაფარ ძაღლებს და დაიწყო მათი, ასე ვთქვათ, ტერიტორიიდან გაყვანა და წმენდა. ანუ ამას არავითარი აზრი არ აქვს, ზუსტად 2 თვეში იგივე რაოდენობის ცხოველი იქნება, თუ კი ის არ გავაკეთეთ, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ და თუ კი სწორად მივყევით ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ყველაფერს, დაახლოებით 5-7 წელიწადში აბსოლუტურად სხვა სურათი გვექნება. იმის გათვალისწინებითაც, რომ მიუსაფარი ძაღლი ვერ ცხოვრობს იმდენ ხანს, რამდენსაც ცხოვრობს, თქვათ, სახლში მყოფი ცხოველი. ხო, იქ მილიონი საფრთხეა, დაავადება, ну, მოკლედ არ არის მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა იმხელა, რამხელაც, თქვათ, შინაურ პირობებში მყოფი ცხოველის. ხო, არა, ეხლა რასაც ყვებოდით, ანუ მე თვითონაც ძალიან ბევრი შემთხვევა შემხვედრია ეგეთი რა. მაგალითად ერთ ძალიან საყვარელი ტაქსისტი შემხვდა მახსოვს და მიყვებოდა როგორ უყვართ ძაღლები, ჩემი ძაღლით მგზავრობდი და ძაღლებზე მიყვებოდა ისტორია, მაგრამ აი ამ რაღაცა თავის სიტყვაში რაღაცა ზუსტად ესეთი ისტორია მომიყვა ორ შემთხვევაზე თავის ცხოვრებაში რა. ისე რომ ანუ არც შეიძლება არც დაფიქრებულა მაგაზე, რომ აი ესეთ кейსები ქონდა, რომ ერთხელ აგერ შვილს მოუყვანე, აი ესე უცებ გადაწყვიტა და შენ შვილს მოუყვანე და აი სახში ვერ გაიჩერეს. ხო. მეორე დაამატა მე ისევ რაღაც ასაკშიო კიდე მოუყვან, კიდე ვერ გაიჩერეს და ეხლა ნუ მე აღარ ჩავღრმავები რომ ამ ძაღლებს რა უკნეს, სავარაუდოდ ვიღაცაზე გააჩუქა, მაგრამ ბევრს ეგ პასუხისმგებლობას არ აქვს. ან რა პირობებში გააჩუქა, ან როგორ რა გარანტია რომ იმან მერე ძაღლი ქუჩაში არ მოისროლა. ანუ აი ეს მიდგომა ცხოველის მიმართ რომ რაღაცა ნივთია, რომელიც არ გამომადგა და ზუსტად იმიტომ რომ თვითონ ვერ მივხედე, თვითონ არ ვისწავლე, თვითონ არ მიუდექი ისე როგორც საჭიროა და აი მიდგომაში მივდივარ ზუსტად იქ, საიდანაც ჩვენ ლაპარაკი დავიწყეთ. რომ პატრონმა, ახალმა პატრონმა სანამ ძაღლს აიყვან, უნდა მოემზადო ამისთვის. კი. უნდა იცოდე რასთანა გაქვს საქმე. უნდა იცოდე რომ ეს აი ზუსტად იმაზე რასაც ვაპარაკობთ, რომ მგლის ნათესავია დღემდე და არის ხროვის ცხოველი. და ხროვაში ძალიან მნიშვნელოვანია იერარქია და ძაღლის სიმშვიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე თვითონ იდგეს, იმიტომ რომ ცხადია, იმიტომ რომ ადამიანი ინტელექტით მას რა ვიცი ძალიან ბევრად ჯაბნის, ხო და წარმოუდგენელია ძაღლმა მართოს ადამიანი. ნუ ადამიანმა უნდა მართოს ძაღლი, ხო? ეს არ არის რთული, უბრალოდ ამას უნდა სწავლა და ამას უნდა ლეკობიდან სწორი მიდგომა. და ნუ მერე პრობლემაც ნაკლებია. თუ კი სწორად მიუდგებით ძაღლის აღზრდას და მივხვდებით რომ რაც თავარია. ხანდახან გადაჭარბებულმა ჭყალებში გადაჭარბებული სიყვარული არ არსებობს, მაგრამ აი არასწორმა ზრუნვამ ცხოველზე შეიძლება მოხდეს აი ადამიანის აღქმად რა, ხო ეგ. ანუ როდესაც ძაღლს ვექცევი როგორც ბავშვს, როგორც ადამიანს, აი მანდაც იწყება ძალიან დიდი პრობლემები. იმიტომ რომ მას არაფერი საერთო არ აქვს ჩვენთან და მას აქვს ძალიან ბევრი საერთო თავის შორეულ წინაპართან და მას სჭირდება მიდგომა აი ზუსტად ისეთი როგორც ვილაპარაკეთ, ეს არ გამორიცხავს არც მოფერებას, არც ძალიან დიდ სიყვარულს და არაფერს, უბრალოდ ნუ სწორი მიდგომა და გვახსოვდეს რომ ეს არის ცხოველი და ეს არ არის ადამიანი. ჩვენ რომ მოგვექცნენ, სულ ამას ვეუბნები ხოლმე პატრონებს, მე ვმუშაობ ზიანოდერის ძაღლების ცენტრში, ასევე და აი როდესაც პატრონებს უხსნით, მე მგონი ყველას ერთსა და იმავეს ვეუბნებით, რომ აი თქვენ ხო გაგიჟდებით, რომ მოგექცეთ როგორც ძაღლს. ასევე გიჟდება ძაღლი, როცა მას ვექცევით როგორც ადამიანს. იმიტომ რომ ცხოველია, იმიტომ რომ არ არის ადამიანი. ხო, არა, რა თქმა უნდა, ეგ აგრევა ძალიან ხშირია ხოლმე სხვათა შორის და ჩემ თავზე შემჩნევია მეც ხავს ძაღლი როგორც ვთქვი და ანუ რაღაცა იხო შვილად აღიქვავ და მე გინდა რომ ზუსტად ისე მოექცე ჭყალებში როგორც აი მართლა შვილს მოექცეოდი, იმიტომ რომ გიყვარდეს ისე როგორც შვილი, სიყვარული საზღვარი არა აქვს. გიყვარდეს ისე როგორც ოჯახის წევრი, ოღონდ ნუ გავიწყდება რომ ცხოველია. ხო, თავისი ისაა. და მას სჭირდება მისი ინსტინქტის, მისი
სახეობის შესაბამისი მოპყრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მივიღეთ ქცევით დარღვევებს. აუცილებლად მივიღეთ, იმიტომ რომ ვერ ხვდება ლაპარაკი არ ესმის, მე რაღაც მომენტში არ უბრაზდები, რატო უბრაზდები, ესეც არ ესმის. ანუ ყველაფერს ცოდნა უნდა, როგორ უნდა მოექცე ძაღლს, როგორ უნდა აუხსნა რაღაცა მის ენაზე, არა ადამიანის, არამედ ძაღლის ენაზე. თუმცა აი ხა მე რასაც ასევე დაუკვირები ვარ, არის ის რომ კი, რა თქმა უნდა, ხა საერთოდ სხვა სახეობაა, მაგრამ მათ გინდათ ამ 15000 იქნება 16000 20000 გამოში რაღაცები აქვს ჩემი აზრით ნასწავლი როგორ მოხდება მაგალითად მანიპულაცია. იმიტომ რომ ისინი ხო კითხულობენ. მაგაში არიან გენიოსები. აი მართლა გენიოსები არიან. მანიპულატორები არიან საშინელი და ზუსტად იციან ვისთან რა გაუვა, ვისთან რა არ გაუვა. ვინ მისცემს მაგიდიდან საჭმელს, ვინ არ მისცემს, ვისთან ეს წუწუნი გაუვა, ვისთან არ გაუვა, მაგრამ ესეც ძალიან ადვილია, არ უნდა გაუვიდეს. ხო, იმიტომ რომ მე ხა ჩემი ამოცებით მახსოვს, ანუ ზუსტად იცის, ვინ გატყდება პირველი და ვინ გადაუგდეს მაგიდიდან საჭმელს, აი ყველაფერი ზუსტად იცის. იცით რა არის? აი რატო ხდება ეს? ემოციური ველი გვაქვს გახსნილი ძალიან. ძაღლი ძალიან კარგად გრძნობს ჩვენ ემოციას. ჩვენ განწყობას. მას სიტყვები იმდენ, აი თქვენ რომ დაუწყოთ ლაპარაკი, რომ აღარ შემიძლია ეს მე რამდენად გითხარი, რომ იქ აღარ შეიძლება ამის გაკეთება და რაღაც გაუთავებოთ რაღაც ისევნებით, საერთოდ არ ესმის რაზე ელაპარაკებით, რა. ხვდება აი ამ რაღაცა განწყობას და ითრგუნება, ვერ ხვდება რა გინდათ მისგან, მაგრამ აი ამ რაღაც უარყოფით ენერგეტიკას გრძნობს. ასევე გრძნობს, როცა რა თქმა უნდა ეფერებით, ხო? ანუ ენერგეტიკული ველი გვაქვს ძალიან ღია. შესაბამისად, თუ მიხვდა, რომ მას ერთხელ, ორჯერ, სამჯერ თუ გაუვიდა ყეფით, წყმუტუნით, წუწუნით, მოსვლა მაგიდასთან დაჯდა ამ თავის ლამაზი თვალები აფახუნა და ზუსტად იცის, რომ თქვენ ახლა ამას წამოეგებით ამ მანიპულაციას და რაღაცას მისცემთ მაგიდიდან, ან ყეფის შედეგად ხელში აიყვანთ პირობითად, რაც დაჯილდოებას ნიშნავს და სხვა არაფერს და მე მუდმივად დაიყეფებს. ანუ ესეთ როგორც კარგის დასწავლა ხდება, ასევე ხდება გამყარება ცუდი საქციელის და ვამყარებთ ცუდ საქციელს ისევ ჩვენი არასწორი მიდგომით და იმით რომ ჩვენ დავყევით ძაღლის ნებას. ანუ ამ შემთხვევაში ძაღლმა მე რაღაცა მიბძანა მისი პრიზმიდან ესე ჩანს, დამიყეფა და მე მას ეგრევე დავემორჩილე. всё აირია ეს ჩვენი სუბორდინაცია და ეს ჩვენი იერარქიული კიბე უკვე შეირყა და ანუ ძაღლი ცდილობს ჩვენზე დომინირებას და ძაღლი ცდილობს ჩვენ აქეთ შეგვასრულებინოს თავისი ბრძანება, რაც ცხადია არ არის სწორი. ხო, აი კიდე მინდა რომ იმაზე ვიყურებოთ, აი დამოკიდებულებაზე. როდესაც ძაღლი ხდება თავის პატრონზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ეგ დარწმუნებული ვარ ძალიან ხშირია რა, განსაკუთრებით არა, ძაღლი პატრონზე ცხადია უნდა იყოს დამოკიდებული. ზედმეტად დამოკიდებული. მიჯაჭვულობა უნდა მეთქვა, კი ბატონო. ანუ როდესაც განსაკუთრებით როდესაც ერთია რომ ეზოში ცხოვრობს, იქ აქვს თავისი სივრცე მას მეტად უფრო და როდესაც აი რაღაცა სხვანაირ პირობებში ცხოვრობ, პირდაპირ ჩემი ძაღლი მაგალითად ვერ ჩერდება, აი არ შეუძლია რომ ცალკე და უნდა ამოვიდეს, სადაც მე ვმუშაობ, ახლა იქ დაიძინოს. მე საკუთრე ხო? არა, ეხა დაძინება კიდე ხროვის, ეხა ხროვაშიც ესე ახლოს ზია, მაგრამ ეხა ესეც უნდა ისწავლოს ძაღლმა, მარტო ყოფნა, უნდა ისწავლოს ძაღლმა პატრონისგან დისტანცირება, ჯანსაღი დისტანცირება, ოღონდ ძაღლი ძალიან სოციალური მეცხოველე და რა თქმა უნდა პატრონის გვერდით არის მისი ადგილი, თუმცა ესეც რაღაც საზღვრებში უნდა მოექცეს და ძაღლმა უნდა იცოდეს პატრონისგან განცალკევება, რომ პატრონს თქვა თავისი სივრცე აქვს, მას რაღაც მოცემულობაში თავისი სივრცე აქვს და ესეც შეიძლება ამისი სწავლა ლეკობიდან თუ დავიწყებთ, რა თქმა უნდა უფრო მარტივია. ეხლა აი ჩვენ გვაქვს სასტუმრო. სადაც ახლა ვართ ხო და თქვათ მოდის არაერთი ძაღლი და რა თქმა უნდა ხა თავიდან შეიძლება იყოს რაღაცა პრობლემა, ან პატრონი რომ მიდის და სხვა სივრცეში ტოვებს, მაგრამ ნუ მე ადაპტირდებიან, ან დასწავლა ყველაფრის შეიძლება თუ კი სწორად მიუდექით და აქ მნიშვნელოვანი ის არა, აი რამდენიმე ნიუანსი. ლეკობიდან სჯობს რომ შეაჩვიოთ მარტო ყოფნა, ლეკობიდან სჯობს რომ რაღაცა თავისი დაცული, გემრიელი სივრცე კონდეს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და პლუს დავანებოთ ხოლმე თავი. აი ძალიან საყვარელია, როცა ძაღლს ლეკოს, ძაღლს თავისთვის არად ზინავს. და ამ დროს მაინდა-მაინც დავაცხრებით თავზე და ვიწყებთ კოცნას, პროშნას და ვაიმე რა საყვარელია. დაანებეთ თავი რა თავისთვის არის, წყნარად არის, კარგად არის. წაახალისეთ ეს მისი ქცევა, შეეშვით, პირიქით მიეცით რაღაცა
სასუსნავი ისეთი დაუდეთ, რომ თქვენგან მოშორებით წყნარად იყოს, მშვიდად იყოს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ძაღლი მოვადოთ, მეც ძალიან მიყვარს, როცა ჩემი ძაღლები, ჩემი ირგვლივ არიან, მაგრამ მათთვის არ არის პრობლემა, მე თუ ავდექი და გავედი სხვა ოთახში, არ მომყვებიან ახლა ესე უკან, ეს უკვე არაჯანსაღი მიჯაჭვულობა. თუმცა ახლა ჩვენ გადავდივართ ძალიან ქცევით დარღვევებზე ვლაპარაკობთ, რომლებიც რა თქმა უნდა სწორი მიდგომის შემთხვევაში და მუშაობის აუცილებლად რუტინული მუშაობის და დროის დათმობის ხარჯზე მოგვარდება. ხო, და ეგ მაინტერესებს, ბევრად, რამდენად რთული შეიძლება იყოს არ უგულისხმობ ბლეგს რა, მაგალითად ცოტა უკვე მოზრდილ ასაკში, როდესაც აი ამ რაღაცების მოჭრა მოზრდილ ასაკში უფრო რთულია, იმიტომ რომ ის ჩვევები კარგად აქვს გამჯდარი, თუმცა მეტი დრო გვინდა და მეტი მოთმინება გვინდა და ხო, იმიტომ რომ აი ეს შემთხვევაც მაინტერესებს თქვენ აი გიცის 100% ბოდიში 100% შეიძლება არ გამოსწროთ. ჩვენ არ ვიცით, ახლა არის რაღაცა ძაღლები, რომლებსაც თქვათ გენეტიკურათაც მოსდგამთ რაღაცა ქცევითი დარღვევები და ძაღლებში გენეტიკა ძალიან ძლიერად მუშაობს. თუმცა ყველა ძაღლი მიაღწევს თავის მაქსიმუმს. აი შეიძლება სულ ბოლომდე არ გამოსწორდეს, მაგრამ იმასთან შედარებით რაც იყო, მივაღწიოთ თქვათ რაღაცა კარგ შედეგს. აი ჩემი საკუთარი ძაღლი წრიპა, რომელსაც არ უყვარს, განსაკუთრებით არ უყვარს, რა ხდება, ჯიშიანი და ლამაზი ძაღლები. რაც უფრო ქუჩის უბედური და საწყალია, იმაზე უფრო გიждდება და ძალიან დიდი პრობლემა იყო წრიპასთან ერთად სეირნობა. ეხლაც არ გიждდება. მაგრამ მივახციეთ იმას, რომ წყნარად ვსეირნობთ, იმიტომ რომ ისწავლა ჩემზე ყურადღების გადმოტანა, ანუ იმდენჯერ გადმოვიტანე ჩემზე ყურადღება, როდესაც ვხედავდი ძაღლს, გამაღიზიანებელს, რომ ეხლა უკვე რო ხედავს იმ ძაღლს პირდაპირ მე მიყურებს, ანუ უკვე გამჯდარი აქვს, თორე კი არ გაგიждდა და გადაირია ეხლა აი ძაღლებზე. ხო. ანუ დასწავლა ყო და წრიპაც იყო 5 წლის, როცა დავიწყეთ მასთან მუშაობა. შესაბამისად მოწესრიგება შეიძლება. მთავარია მონდომება და დრო არ უნდა გვეგონოს, რომ 1, 2 და 3 დღეში ესეთი პრობლემები გვარდება. ხო. და ვასწავლოთ ძაღლებს ჩვენგან დისტანცირება და არ წამოვეგოთ აი ამ პროვოკატორ მეცოდება, ყებს, ვაიმე წყმუტუნებს, ვაიმე ამას შვება, ვაიმე იმას შვება, ვაიმე ამ თვალებით მიყურებს, ვაიმე და ჩვენ აქეთკენ უფრო სტრესავთ ამ ჩვენი ვაიმეთი, ამ ჩვენ ძაღლებს. ხიარულად მიუდებით. ხო, აი, ძალიან საინტერესო რაღაც თქვით, თქვენ როდესაც ახსენეთ, რომ აი ძაღლთან ერთად სეირნობა, როდესაც იწევს სხვა ძაღლების მიმართ, ხო, სულ უნდა რომ მივიდეს, ითამაშოს მათთან კომუნიკაცია დაამყაროს და მე ზუსტად ეგეთი ანალოგიური შემთხვევა მაქვს ჩემ ძაღლის შემთხვევაში, უბრალოდ მან ის არის, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს მიუსაფარია ჯიშენი, ანუ მიმართულია მხოლოდ იმისკენ, ანუ თუ დაინახავს სადღაც შორ ძაღლს, ვეღარ ისვენებს, ვეღარ ჩერდება. ცოტა რაღაცას ვიტყვი, შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, კი არა და ვერ წარმოვიდგინოს. ჩვენ მანდაც ვახვევთ ცოტა ადამიანურ თვისებას, რომ უნდა ყავდეს ბევრი მეგობარი, მინდა რომ ძაღლებთან ერთად ირბინოს, სულ არასავდებული იყო, რომ ძაღლის საუკეთესო მეგობარი ხართ თქვენ. ყველაზე კარგი დრო ძაღლმა უნდა გაატაროს პატრონთან ერთად. პატრონი უნდა ეთამაშოს, პატრონმა უნდა გაართოს, პატრონმა სწორად უნდა ასევოს და სიამოვნებდეს ძაღლს და პატრონს ერთად დროის გატარება. ანუ თქვენ ახართ მისი მთავარი მეგობარი. თქვენთან ერთად უნდა გაერთოს ბრჭყალებში ძაღლი ყველაზე კარგად გართოფაში გულისხმობს სწორ თამაშს, ვარჯიშს, სწორად დატვირთვას. ეს პატრონის პრეროგატივაა, ეს პატრონის ვალდებულება. რა თქმა უნდა, მერე, როდესაც ძაღლი მთლიანად თქვენზეა კონცენტრირებული და გიჯერებს და ბრძანება მოდის აქ გამჯდარი, რომ აი დაძახებაც კი არ გჭირდება თვამის რო უკვე თქვენთან ჩდება. შეგიძლიათ რა თქმა უნდა აუშვათ ირბინოს იმ ძაღლებთან ერთად, მაგრამ თავარი ყოველთვის ხართ თქვენ. ანუ ნებისმიერი ტრიგერი იქნება გამაღიზიანებელი, ეს იქნება. რა თქმა უნდა, ძაღლი თქვენზე ვერ კონცენტრირდება, თუ კი მან ეს არის სწავლა. თუ კი არის სწავლა თქვენთან სწორი ურთიერთობა. ეს პრობლემა იქნება, თუ თქვენ არ გამყარდით ისევ და ისევ როგორც პატრონი. ყოველთვის გაიწევს, ყოველთვის. ოღონდ ეს თქვენ ყურადღების მოპყრობაც უნდა იყოს სასიამოვნო, ანუ ძალით კი არა, ამის გენიალური რამეა სასუსნავი. და გარეთ ვურჩევ ხოლმე რომ უფრო ძაფსუნიანი სასუსნავი იყოს რაღაც ისეთი რომ ადვილად გადმოიტანოთ ყურადღება თქვენზე წყნარად გაივლით ძაღლი თქვენ გიყურებთ იქ ძაღლს არ მიაქცია ყურადღება დაჯილდოვდება მოგეთ ეს ახლა ცალკე ახლა აქ ამაზე ვერ ვილაპარაკებ ბევრს ყველაფრის მოწესრიგება შეიძლება
ერთი შეკითხვაც მაქვს, იმიტომ რომ მგონია რომ ამაზე მიბმულია, ეს ერთია ჩვენთან ერთად ყოფნის მომენტი, მეორეა თვითონ სხვა ძაღლებთან კომუნიკაციის სწავლა. იმ ფორმით რომ მაგალითად აი ჩემ ძაღლს ისე დაუბრუნდეთ ამ გლიჩის, აქვს ესეთი რაღაცა. ყველა ძაღლთან ცდილობს იყოს დომინანტი. ანუ ყველა კასტრირებულია. არ არის კასტრირებული, ბუნებრივია, ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ანუ ამას გულისხმობს საერთოდ ვერ აღიქვავს ზომას. ხო შეიძლება იყოს ძალიან პატარა ძაღლი, რომელიც თვითონ შეიძლება დააძიანოს, ან იყოს რა ვიცი, აი გიგანტური ძაღლი. მისთვის არანაირი მნიშვნელობა სახეზე აჯდება თქვენთან ერთად უნდა ისწავლოს, თქვენთან ერთად უნდა ისწავლოს ძაღლებთან სწორი კომუნიკაცია. აი აქ რამდენად ხდება ხოლმე აი თქვენთან? იცით რა, ჩვენ საერთოდ ვცდილობთ, ვინაიდან ეს არ არის ისეთი და იმხელა სივრცე, ჩვენ აქ ძაღლების წვრთნაზე ვერ ვმუშაობთ. ამიტომ შესაბამისად ძალიან დეტალურად ვეკითხებით პატრონს ძაღლის ხასიათის შესახებ და ამის მიუხედავად მაინც სულ მეთვალყურეობა საჭიროა, იმიტომ რომ ცხოველები არიან და არ ვიცით რა მოხდება. აი ხა ეს თქვენი ტიპის ძაღლი რო შეაჯდეს პირობითად ასევე დომინანტ ძაღლს, რომელიც თავისთვის შვიდათ არავის არ ერჩის, სულ არ არის გამორიცხული, რომ ის თქვათ მიუტრიალდეს. ამიტომ კასტრაცია ამას შველის თუ კი ის ახტება არა მხოლოდ დომინაციის, კასტრირებული ძაღლების ახტებიან ერთმანეთს, ეს არის დომინაციის გამოხატვა. თქვენი ძაღლი შეიძლება აღზნების ჰორმონების გადაჭარბების გამო ახტება. ხა ეგიც გასარკვევია, შეხტომაც სხვადასხვანაირი არსებობს. თუმცა თანხრობაში ერთმანეთს კარგად მოსვამენ ხოლმე თავის ადგილზე. უბრალოდ ეს ადამიანის მეთვალყურების ქვეშ უნდა მოხდეს, რომ არ დააზიანონ თქვათ ერთმანეთი. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის და დომინანტი ძაღლი პატრონი, კი გავიმეორე, პატრონის თანდასწრებით სწავლობს სწორად ძაღლებთან ურთიერთობას. ეხლა თქვენ რო ეხლა ესე ადამიანთან ერთად სწავლობს, ეხლა თქვენ რო ესე მიუშვათ, იქ რა თქმა უნდა ერთმანეთს დააზიანებენ დიდი ალბათობით. და აი, თქვენებზეც მაინტერესებს სპეციალური სივრცეები ხო არის ჩვენთან, რომ შეგიძლია მიიყვანო და გაიწვნოს. აი, რამდენად განვითარებულია ეგ მიმართულება ჩვენთან? აი, მაგალითად რომ ისწავლოს რაღაცეები რა, ანუ როგორ არა, ჯერ ესეთი. ეხლა ნახეთ როგორაა. არიან არაჩვეულებრივი ტრენერ, ინსტრუქტორები, რომელმაც შეიძლება თქვენ ძაღლთან იაროს. თუ კი თქვათ ჩვენის მომსახურება ზიანოდარის ცენტრის ცოტა სხვა ტიპის არის. ჩვენ ზედმეტად, თქვათ, ძალიან პრობლემულ ძაღლებთან ჩვენი მეთოდები აღარ. ჩვენ უფრო ვასწავლით სწორად თანაცხოვრებას, პატრონს ვასწავლით როგორ წარმართოს სწორად ძაღლთან ერთად ურთიერთობა. თუ კი უკვე ძალიან მაღალი, კი რა თქმა უნდა, იქ ქცევით კორექციასაც ვასწავლით, მაგრამ თუ კი ძალიან მაღალი აგრესიის კოდია პირობითად ჩვენ ასე ძაღლს ხელს ვერ ვკიდებთ. თუმცა არიან ძალიან კარგი კინოლოგები, არიან ძალიან კარგი ტრენერი, ინსტრუქტორები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. უბრალოდ მთავარი არის რომ მე ამ ტრენერმა სწორად გადააბაროს ძაღლი პატრონს, იმიტომ რომ ეს ესე არ მუშაობს. ეს ესე არ მუშაობს, რომ თქვენ პირობითად თქვენმა ძაღლმა უნივერსიტეტში ჩააბარა ისწავლა ფიზიკა, მათემატიკურზე და მეცნიერია და იცის ეს ყველაფერი, ეს ცხოველის შემთხვევაში ესე არ მუშაობს. ხო, ის ისწავლის იმ ადამიანთან სწორად მოქცევას. თქვენ უნდა გადმოიბაროთ მე ეს ძაღლი და თქვენ უნდა გააგრძელოთ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ცხოველის წვრთნა, მთელი ცხოვრება. მე ეს უნდა გადმოიბაროს პატრონმა, ტრენერი ხო არ ცხოვრობს თქვენ ძაღლთან ერთად, თქვენ ცხოვრობთ. ის მოაწესრიგებს ნამდვილად, ის ტემპერამენტსაც დაუწევს, ასწავლის ქცევას, ამ ყველაფერს ასწავლის, ეს ყველაფერი მე უნდა გადმოიბაროთ თქვენ და მე თქვენ უნდა გააგრძელოთ, იმიტომ რომ თქვენია ეს ძაღლი, რადგინდაც ძაღლი ვერ ვიტან, კიდე აი ძალიან დიდი პრობლემაა. მოდი უყიდი ძაღლს იმას ბურთების გადამგდებს. მე დავიღალე გადაგდებით. მოდი უყიდი ძაღლს მექანიკურად საჭმელს რო ყრის. მაშინ რაღა ურთიერთობა მაქვს მე ძაღლს. ყვება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, კომპონენტი ცხოველის და ადამიანის ურთიერთობაში. თქვენ ხართ ადამიანი. ამიტომ ჯამიც კი არასდროს არ უნდა იდოს საკვებით. თქვენ ძაღლს აწვდით საჭმელს, შეჭამა ააცლით ჯამს, არ შეჭამა რაღაც ცოტა ხანში მაინც ააცლით. ანუ თქვენ ყვება, მანდ არის ეს მთავარი იერარქიული საფეხური, მანდ წესრიგდება, რომ მე ადამიანის გარეშე მოვკვდები. ეხლა იმ აპარატმა თუ ჩამოუყარა ის საჭმელი, მე ვინა ვარ საერთოდ მისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკვე გითხარით, გართობა. სწორად ძაღლის დატვირთვა. ბურთის გადაგდება, მოტანა, ბრძანების მიცემა, დაგიდო ბურთი, აიღე, ეს არის მთავარი ხიბლი ძაღლის და ადამიანის ურთიერთობის. ახლა
აპარატმა თუ გადაუგდო ბურთი, აპარატმა თუ ჩამოუყარა საჭმელი, მე ვინა ვარ? რატო ვეღარ გავხდები მისთვის ვერანაირად ის ვინც უნდა გავხდე. ანუ მის თვალში მე ვერ ვიქნები ხროვის ლიდერი. ხო, აი, ეხლა საინტერესოა ჩემს კიდე ესეთი რაღაცა, რომ აი გვახსენეთ დომინაციის მომენტი, ხროვის ფაქტორი და ის რომ უნდა მიანიშნო, რომ შენ ხარ, ხო? ერთ-ერთი არის საკვების მომენტი, მეორეა რომ რაღაცას რო უკრძალავ, ის უნდა იცოდეს რომ აკრძალული და მე მაინტერესებს ვან როგორ ხდება, როდესაც საქმე გვეხება დასჯას. ადრე განსაკუთრებით მე ჩემ ბავშვობიდან მახსოვს ეგ რომ ძაღლს უნდა წამოარტყა თუ არ წამოარტყი როგორ არის. ბევრი ადამიანი თავის შულსაც. მე პირიქით შვება, რომ მე ცოტა მესმის შულსაც ურტყამს, ბავშვსაც ურტყამს. ზოგი საერთოდ პირიქით არის მე რომ ანუ აი როგორ შეიძლება ძაღლს საერთოდ დაუყვირო ხმამაღლა. ეს ხო ჩრდილშია. უი, ხო კი. ჩრდილშია კი. ხო და აი ამ შემთხვევაში რა აქაც ბალანსია დასაჭერი სიმკაცრეში, როგორი სახით შეიძლება იყოს გამოხატული ეს სიმკაცრე, აი ესენი მაინტერესებს. კი. ძაღლისთვის ყველაზე სერიოზული სასჯელი არის ისევ ჩვენ ხროვობანას ვთამაშობთ რა. ხროვიდან მოკვეთა, იგნორირება. საერთოდ აღარც ერთი ოჯახის წევრი არ ვაქცევთ ყურადღებას, პირობითად რაღაცა აგრესია გამოავლინა რომელიმე ოჯახის წევრის მიმართ, ხო? კი, არის იქ სხვა უფრო უხეში მეთოდები, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ეს იგნორირება. არ ველაპარაკებით, არ გვავიწყდება რომ ძაღლი ეს არ გრძელდება ძალიან დიდი ხანი, მაგრამ დროის რაღაც გარკვეული მონაკვეთი. რამდენი საათი ალბათ? არც კი, ნუ რაღაცა 40 წუთიც კი, მე ავიწყდება უკვე, ხო აღარ მიყვება. საერთოდ იგნორირება, ყურადღების არ მიქცევა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასჯელია. კი ბატონო, შეგვიძლია უნდა მოვსინჯოთ რა მუშაობს ჩვენ ძაღლზე ყველაზე კარგად. შეიძლება ის იყოს შეყეფის მსგავსი რაღაც, შეღრენის მსგავსი რაღაცა, როგორც ძაღლები ერთმანეთში გააკეთ. ფუ, არა, ტაში აი რაღაცა. და არავითარ შემთხვევაში ძაღლი უნდა მიხვდეს, რომ თქვენ მართლა გაბრაზდით, მართლა არ გესიამოვნათ ეს და ამას გეუბნებით ყველაზე კარგად მიხვდება თუ კი მოვკვეთთ მას ხროვიდან გავაგდებთ, გავაძევებთ იმიტირებულად, განვდევნით, ასე ვთქვათ. და კიდე ხა ცუდი ქცევების კარგად გადაკეთებაც შეიძლება დადებითი ასოციაციებით. გააჩნია რას აკეთებს. აი ხა თუ ძაღლი ყებს დაუსრულებლად პირობითად, რა და თქვენ ან იწევს სხვა ძაღლისკენ და ჩვენ ვქაჩავთ. ეხა ძაღლებს ესე გეშავენ ერთმანეთზე, წარმოიდგინეთ, ქაჩავენ, მე ანუ თქვენ უფრო აღაგზნებთ ამით თქვენ ძაღლს, ხო? მოდი ვცადოთ, გადმოვიტანოთ სასუსნავით ჩვენზე ყურადღება. სანამ აღზნებული არ მივცემ, იმიტომ რომ იქნება პირიქით ჯილდო იმისთვის, რომ აღზნებულია, ხო? მაგ დროს არ ვაძლევ. აი, როგორც კი მივხვდი, რომ დამშვიდ, შემიძლია არც მივცე ეცხრთან მივიდა. როგორც კი მივხვდები, რომ დამშვიდდება და იმ შვიდად გაუარეთ იმ რაღაცა გამაღიზიანებელს, შემდეგ ძაღლს დავაჯილდოვებ. პირობითად იცის კართან მივარდნა ჩვენზე ადრე, სტუმართან შეგებება, ამასაც რაღაცა თავისი რამოდენიმე წესი აქვს. ეხლა აქ ძალიან გაგვიგრძელდება ამაზე რომ ვილაპარაკოთ. თუ კი ესეთი დარღვევებია, მიმართეთ ძაღლს. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში დასჯის მეთოდი ცემა, ტყეპა, წივილი, კივილი არ არის. ეს უარეს ან ძაღლს შეიძლება პირიქით უფრო გაუმყარო და თავდაცვაზე გადავიდეს, ან ისეთ დავთრგუნო და ისეთი სტრესი მივაყენო, რომ ნუ მე პირიქით დამჭირდეს რაღაცა მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. ნუ არ მიყვარს როგორც უკვე გითხარით ბავშვის და ძაღლის შედარება, თუმცა აქ უნდა ვთქვათ, რომ აი ეს ძალადობრივი მეთოდი არ ამართლებს. ხო, იმიტომ რომ ანუ რეალოდ ჩვენს ხროვა დაგვიქვავს, ხო გამოდის? ხო, მაგას გეუბნები, ხროვა ხარ. მისთვის ყველა ის სხვანაირად ვერ ხედავს. აი რატოა რომ ქუჩაში ძაღლები ცდილობენ რომ ერთმანეთი იპოვონ და ერთად იყონ, იმიტომ რომ ასე უფრო მარტივად გააქვთ თავი და იქ არის თავისი იერარქია, ხო? ასე სხვანაირად მგლის ნათესავია თქვა ამას ვამბობ, აი სულ ყველაზე პატარა ძაღლიც კი არის მგლის ნათესავი. ანუ ეს არის ხროვა, ეს სახლი არის მისი ბუნაგი, ცხოვრობს ამ თავის ხროვასთან ერთად. და სხვას არ ეგუება. ეხლა ნახეთ, თან თუ ჩვენ სწორად დავალაგეთ ეს იერარქიული საფეხური, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, სწორად ვაჭამეთ, სწორად გავასეირნეთ, სწორად მივაწოდეთ საჭმელი, ყოველდღე ვაძლევთ ბრძანებებს, რომელსაც აიმორჩილება მისი ქცევები
მის აღარა აქვს ისეთი, ვეღარ ექნება ისეთი ქცევითი დარღვევები. და თქვენი ერთი შენიშვნა, ანჩუ, არა, მოდი, დაჯექი და დააწყნარებთ ძაღლს ამითი. კი ბატონო. ანუ უნდა დაიმორჩა, ბედნიერი ძაღლი არის პატრონის მორჩილი ძაღლი. აი ასე მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი, დაიმორჩილა. შესაბამისად, მისთვის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა არის პატრონის მორჩილება. და ეს ხშირად გვერევა, რომ აიმე ჩაგრავ და ვინმე ესა და არ არის ადამიანი, ცხოველია. აი ეს უნდა გვახსოვდეს და შესაბამისად მოვექცეთ სწორად. ეს არ არის ჩაგვრა, ეს არის მისი ინსტინქტის შესაბამისობაში მოყვანა. ძაღლი უნდა იყოს ადამიანის მორჩილი. კი ბატონო. და ერთი რაღაცა რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ერთ-ერთი რაც მაწუხებს, ეს ეხება ასე ვთქვათ მინიატურული და პატარა ჯიშის ძაღლების პატრონებისთვის ვიტყვი ახლა ამას. ყველაზე დიდი წამება თქვენი ძაღლების არის ის, რომ არ გაგყავთ გარეთ და გგონიათ, რომ საფენი და სახლი და აივანი არის მისთვის საკმარისი. დაახლოებით ამასაც სულ ერთსა და იმავეს ვეუბნები პატრონებს და გავიმეორებ. ეს იგივეა, რომ ტანით პატარა ადამიანს სხვანაირად მოვექცეთ და ძალიან მაღალს სხვანაირად. რა თქმა უნდა, მას არ სჭირდება ისეთი დატვირთვა, როგორც აგერ ჩვენ მარგოს მალინუას, რომელიც ყოველდღე ვარჯიშობს და კუსპაზე დადის და მილიონ ბრძანებას ასრულებს, ეს მათ არ სჭირდებათ. მაგრამ ელემენტარული ბრძანებები შესრულება და გასეირნება არის აუცილებელი ყველა ძაღლისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ მიიღებთ ქცევით დარღვევებს, თუ კი თქვენ ძაღლი არ გაგყავთ გარეთ. ძაღლის მთავარი ორგანო არის ცხვირი. ცხვირით კითხულობს, ცხვირია მაგით Facebook-ი, Instagram-ი, წიგნი, ტელევიზორი, გაზეთი და ჟურნალი, ეს არის ცხვირი. და ერთსა და იმავე სივრცეში როა ძაღლი. ვერ კრებს ინფორმაციას. სოციუმთან აბსოლუტურად მოწყვეტილია ამ ხელას. მოგეთ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევა ძაღლის უფლების, დაუბრუნეთ პატარა ძაღლების ზაღლობა. ისინი ჩვეულებრივი ძაღლები არიან, მათ სჭირდებათ სეირნობა. და მეცაც ვიტყვი. ეზო მაქვს, აი წავიყვან ძაღლს, იცი რა, აი სახლს ვიშენებ და ეხა ეზო მექნება და ავიყვან. დიდ ძაღლზეა ლაპარაკი. არა, რაც არ უნდა ეზო გქონდეთ, თქვენ ეზოს გარეთ უნდა გაიყვანეთ ძაღლი. ეზოც მისი სახლია, ეზო არ არის საკმარისი. ამიტომ აი ქიცინიდან, ამ სასტუმროდან ისეთი ენერგიული ძაღლები აუცილებლად მიყვავს სასეირნოდ. რომ ისინი დაიღალონ, რომ ხა აი ამათ არ უნდათ ეს ბულდოგებს ეზარებათ საერთოდ ყველაფერი. განსაკუთრებით ინგლისელებს ესენი კიდევ უფრო აქტიურებენ. გადიან ეზოს გარეთ. გაიყვანეთ ძაღლები ეზოს გარეთ, დიდი ტანის ძაღლები გაიყვანეთ გარეთ, მათი საცხოვრებელის გარეთ გაიყვანეთ ყველა ჯიშის ძაღლი. არც ეზოა საკმარისი და მით უფრო არ არის საკმარისი ბინა. და ისევ დაუბრუნდებით ჩემთვის ძალიან მტკივნეულ თემას, ეს არის მიუსაფარი ძაღლები. ახლა თითქოს რაღაცა ცოტა დავიყოლიეთ, ძალიან დიდი პროტესტები მოყვა აი ამ ძაღლების გაქრობას და თითქოს რაღაც კომპრომისებზე მოდიან, თუმცა ეს არის ძალიან გასაკონტროლებელი და ერთი რამ იცოდეს ყველამ, რომ მიმკედლებლები, ეს ხალხი, რომლებიც ქუჩაში ცხოველებზე ზრუნავენ, ზუსტად ისე როგორც შინაურებზე, უბრალოდ სახლში მიმკედლები ესეთ ხალხს როგორც წესი 3-4 მინიმუმ 2 ძაღლი უკვე ყავს სახლში. ფიზიკურად ვეღარ წაიყვანს სხვას, ხო? შესაბამისად, ზუსტად იგივენაირად უვლიან ამ ძაღლებს, ოღონდ გარეთ. ცრიან, სტერილიზაცია, კასტრაციას უზრუნველყოფენ, აჭმევენ, ასმევენ, პარაზიტებზე ამუშავებენ, თუ ცხოველი დაზიანდა, მიყავთ ვეტა და ამას აკეთებენ საკუთარი ჯიბიდან. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა რესურსს დებენ ამ ცხოველებში და ერთვენიერ დღეს მიდიან და მათი ცხოველი გამქრალია. რამხელა სიმწარეა ეს ამ ადამიანისთვის, ხო? ეს ადამიანური ფაქტორი. მეორე ფაქტორს დაუბრუნდეთ, რომ გააქრობთ ამ ძაღლებს მათ შეჩვეულ ტერიტორიას. იმ ადგილს ამდენი მიუსაფარი ძაღლის პირობებში აუცილებლად დაიკავებს სხვა. ახლა თითქოს მივიდა კონსენსუსამდე საქმე, რომ თუ წავიყვანთ ძაღლებს ვაქცინაციისთვის ასე ერთი წუთი ანუკა ვაბრუნებთ იგივე ტერიტორიაზე. ნუ იქ რაღაცა სასკოლო და სამედიცინო დაწესებულებებზე ლაპარაკობენ, რომ 1 კილომეტრით იქით დავსვამთ, რაც ასევე არაა სწორი, იმიტომ რომ მივა ისევ თავისუფლად. ჯობია შემოიღობოს ეს ტერიტორიები და დაანებონ მიუსაფარ ძაღლებს თავი. დაანებონ აკეთონ კასტრაცია, სტერილიზაცია და მიკედლებული ძაღლები დატოვონ თავის საცხოვრებელ ტერიტორიაზე. ეს
ეს ძაღლები იცავენ თავის ტერიტორიას სხვა ძაღლებისგან და აქეთ ამის ხელფასი უნდა უხადონ იმისთვის, რასაც აკეთებენ. კი ბატონო. ხო ან მე მაშინ მეც ვთქვი ეგ რომ ან თუ როგორ ექცევი შენ 4 ხა მეგობრებს ზოგადად საზოგადოება ეგ შეგვიძლია გადმოვიტანოთ მე იმას თუ როგორად შემდგარი რამდენად შემდგარი საზოგადოება. იცი როგორ რა თქმა უნდა რა და პირდაპირ პროპორციულად აისახება საზოგადოების განვითარების და ჰუმანიზმის ხარისხი თუ როგორ იქცევა ის ცხოველს ხო? ხა რა ხდება ჩვენ სასტუმროში კიცინში არა გვაქვს იმის საშუალება რომ ბევრი მიუსაფარი მივიღოთ ანუ იმიტომ რომ პატარა ზომის სასტუმროა, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი მიუსაფარი ძაღლი შევიკედლოთ, ძაღლი აცრილი, სტერილიზებული, მოწესრიგებული, პარაზიტებზე დამუშავებული, გაჩუქებამდე. ძაღლი როგორც კი გაჩუქდება, ანუ შანსი ეძლევა შემდეგ მიუსაფარს. აი ამჯერად ჩუქდება, აი ეს სრულიად შესანიშნავი, გენიალური ხასიათის ძაღლი ბერტა. ბერტა არის დაახლოებით 8-9 თვის. მეტი აღარ გაიზრდა, უკვე გაიზარდა. აცრილი, სტერილიზებული, პარაზიტებზე დამუშავებული, ფანტასტიკური ხასიათის. ყველა ძაღლთან მეგობრობს, ადამიანებზე გიждდება და მე არაჩვეულებრივად სეირნობ საბელზე და სულ არაა საჭირო ბერტასთვის. ნუ კაი, ეზო თუ ექნება, მაგრამ დღეში ორჯერ გასეირნება მისთვის იქნება საკმარისი. დანარჩენი შემოდის და წვება და წევს თავისთვის და ნუ ძალიან უყვარს რა თქმა უნდა მოფერება და ადამიანთან ურთიერთობა და რატო უნდა იყიდო ძაღლი, როცა შესანიშნავი ბერტა ჩუქდება. თან უსაყვალესია მართლა. და სურველებმა მოგწერეთ კიცინის გვერდზე და თან ეხა ესე ყველას კი არ გავატანთ იქ გაივლის მთელ ძალიან პატარა დათუნია. ხო, აი ესე ჩუქდება ბერტა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა როგორ დიდი მადლობა რომ ამ ძალიან საჭირო ბოროტო საკითხებზე ყურადღებას კამერას ჩაუქროლეთ. მადლობა თქვენს რომ გვიყურეთ, მოგვისმინეთ და რა ვიცი, გაითვალისწინეთ რომ უნდა მოუფრთხილდეთ ჩვენ 4 მეგობრებს და ეს პირდაპირ აისახება იმაზე თუ როგორი საზოგადოება ვართ, რამდენად შემდგარი საზოგადოება ვართ. თქვენ კი შეგიძლიათ გამოგვიწეროთ YouTube-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე, ასევე TikTok-ზე. Next on G. მადლობა. მადლობა, მართლა დიდი მადლობა.